ადამიანთან ურთიერთობა არის რთული. ქრისტეს დარითვისებები, მოთმინება, სიმშვიდე, სიმდაბლე, მორჩილება, ეს ისწავლება, ერთი მხრივ ეს არის ღმერთი ჩვენში, მეორე მხრივ ჩვენ თანამშრომლობთ ღმერთთან ამ თვისებების რეალიზებაში და ადამიანი მაგალითად ვერასოდეს ვერ ისწავლის მოთმინებას, თუ მას რაღაც განსაცდელი არ შეემთხვა. ადამიანი ვერასოდეს ვერ ისწავლის სიმდაბლეს, თუ ის რაღაც შევიწროებული არ აღმოჩნდა. ამიტომ ადამიანთან ურთიერთობა ჩვენ გვასწავლის ქრისტეს სათნოებებს. აი მაგალითი, ადამიანი არის მარტო და მას გონია თავი, მან არ იცის რომ ეგოისტია. არ იცის რომ ეგოისტია. და მან არ იცის რომ სიყვარულის დეფიციტი აქვს. ეხლა ეს ადამიანი დაქორწინდა. თან დედის ერთათუა და თავის დასთან, ძმასთან თუ არ გაუყვია სათამაშო ან ლუკმაპურია რაღაც ესეთი რა და სულ ეფერებიან. დაქორწინდა. და უცებ აღმოაჩენს რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, რომელიც თითქოს უყვარს და აღმოაჩენს კონფლიქტი აქვს იმიტომ რომ დისკომფორტი შეუქმნა იმან და ეგოისტია თვითონ. ახლა ისიც ხო ესეთია მეორე და წავიდა პრობლემები, გესმით? ანუ მეორე ადამიანი სანამ არ გაჩნდება ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ ვერ მივხვდებით რომ ეგოისტები ვართ. ასე რომ ეგოიზმიც, შურიც, გულისტკენა ეხა ადამიანები არიან ხშირად იბუტებიან, პრეტენზიულები არიან, ითხოვენ, მე მაგალითად მგლების ხო ამის გამოცდილება გვიგროვდება. ადამიანს ხანდახან შვილების მიმართ აქვს პრეტენზია, რომ აი ცირა ჩემი შვილი არ ნახულობს და ყურადღებას არ მაქცევს, ან შვილიშვილზე მithumetas შვილიშვილზე არ ნახულობს, ყურადღებას არ მაქცევს, ან კაცი შევა სახში და იცი რა კაცო მე თქვენ გინახავთ პატივი მეცით. ანუ არასოდეს არ შეიძლება ვიღაცას მოსთხოვოს სიყვარული პატივისცემა. მახსოვს ერთი კაცი ამბობდა, მე ჩემს ცოლს ვეუბნებიო, კაცო, არ გიყვარვარ. პატივი მეცი, არ შეიძლება. თითქოს სიყვარული და პატივისცემა სხვადასხვა რაღაც იყოს. პატივისცემა არის სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინება, მაგრამ არასოდეს არავის არაფერი არ უნდა მოსთხოვოთ, ეგ ერთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრეტენზიულ ადამიანებს, რომლებიც სხვებისგან რაღაცებს ითხოვენ, ყოველთვის აქვს კონფლიქტები, ადამიანებთან ურთიერთობა უჭირთ. გესმით? ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს თავის თავში უღმერთობაზე ჯოჯოხეთს, სხვების უღმერთობაზე ჯოჯოხეთს ხედავს, ამიტომ სხვებს განიკითხავს. და ჩვენ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იცით რა არის? ორიენტირი არ აქვს. აბა როგორ ვიცხოვრო ადამიანი იტყვის? როგორც გამოცხადებით მოგვეცა, თუ მე მწამს რომ ქრისტე ღმერთია, სამყაროს შემოქმედი, რომელიც ადამიანად მოვიდა, თუ მე მწამს რომ მან თავის სიტყვა დამიტოვა, მაშინ მის სიტყვაში განცხადებულია ღვთისნება, ამიტომ სახარებაში, ანუ წმინდა წერილში განცხადებულია ღვთისნება, თუ რა არის სწორი და რა არ არის სწორი. და ჩემი სიმართლე გვერდზე უნდა გადავდო და შევხედო ქრისტე როგორ ამბობს, რა არის სიმართლე და რა არ არის სიმართლე და აღმოვაჩენ რომ თურმე ცნება არის რომ მე პატივი ვცე და მიყვარდეს და ყურადღება მივაქციო და მიუტევო. და იმის მცნება რომ პატივი მცენ, მომიტევონ, ვუყვარ და მისნება თურმე არ არსებობს და რაც არ არსებობს არც უნდა მოვითხოვო. როგორც კი ადამიანებს არ მოსთხოვ სიყვარულს, არ მოსთხოვ პატივის თემას, არ მოსთხოვ უცოდველობას და თავად შენეცდები რომ ეს ყველაფერი იყო, აღმოჩნდება რომ დაიწყება შენი ურთიერთობის დალაგება სხვა ადამიანებთან. ყველასთან ვერა, მაგრამ დიდ ნაწილთან დაგილაგდება ურთიერთობა.